ჯადოსნური განწყობით ვარ და ჯადოსნური გაშლა მინდა გაგიკეთოთ. საერთოდ ყველას აქვს საკუთარი ბედისწერა და ყველას უმზადებს ეს საკუთარი ბედისწერა რაღაც ძალიან გრანდიოზულს და ძალიან მნიშვნელოვანს. ხო და სად მიყავხარ შენ საკუთარ ბედისწერას და რა ზღაპრულ ამბებს უნდა ელოდო ზაფხულის სეზონის დასრულებამდე. ამაზე ვისაუბრებთ დღევანდელ ჩვენს საჯარო გაშლაში. მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც ძალიან მალე უნდა მოხდეს შენს თავს, ერთი თვის ვადაზე რა გელოდება. მომდევნო ერთი თვის ვადაზე რა იქნება ეს მნიშვნელოვანი ამბავი, რომელსაც დღეს მე თქვენ მოგიყვებით. რაც უნდა დაგემართოთ, რაც უნდა შეგემთხვათ და რაც უნდა მოხდეს და შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში. ვისაუბროთ. დავიწყეთ. ფონი, ოჰოჰოჰოჰოჰოჰო. ვაიმე. აი ისეთი ამბავია, თქვენს თვალწინავთ შეხე, თქვენს თვალწინ ამოვიღე და ზუსტად აი არც ვიცი, მოდი დავამატებ 1-2-3 არკანს და დაგიბრუნდებით. ისწავლით პირველი რასაც ვიტყვი სანამ არკანს დავამატებ, რაღაცნაირად ჯერ მინდა რომ ის ამოვწურო აქ. ისწავლით რას ნიშნავს საკუთარი თავის სიყვარული პირველ რიგში. ისწავლით რას ნიშნავს საზღვრების დაწესება. ისწავლით რას ნიშნავს საკუთარ თავზე ფოკუსი, აი თავარი შენი ამომავალი წერტილი შენ როცა ხარ. ისწავლი იმას, რომ თუ საკუთარ თავს დააყენებ პირველ ადგილზე, ყველა შენს გარშემო დაგაყენებს პირველ ადგილზე შენ. მომდევნო ერთი თვის ვადაზე, ივლისის თვის განმავლობაში შემოვა იმხელა ფინანსური ნაკადი, რომ სექტემბრისთვის ბოლომდე რაღაც მნიშვნელოვანი გადანაწილება მოხდება. სამი რამ უნდა მოხდეს, იყიდო რაღაც კონკრეტული გზის მიმართულების ბილეთი და აიღო გეზი. მეორე ის, რომ ვიზუალური სერიოზული ცვლილება უნდა, ასე ვთქვათ, ჩაატარო, გააკეთო, არ ვიცი, გაიკეთო. ეს ეხება როგორც დაუშვათ წონის კლებას, ან პირიქით მატებას, ასევე ზედაპირული ვიზუალური ცვლილება, რაც კიდევ და კიდევ უფრო მეტად სექსუალურს, ლამაზ და მიმზიდველს გახდის. ასევე იმ მნიშვნელოვანი აღიარების მოპოვება, მონიჭება, რასაც ელოდები დიდი ხანია უკვე შენ ყველაზე მეტად რაც მომწონს ეს არის ფინანსური საკითხების დალაგება და იმხელა ფინანსური ნაკადი უნდა შემოვიდეს. მივიწყებული მევალეც კი დაგიბრუნებს იმ 42 ლარს და შენ თვითონ გაგიკვირდება. ერთი თვის განმავლობაში ასევე ძალიან აქტუალური იქნება ბავშვებო მნიშვნელოვანი შენაძენი. რაღაცა მნიშვნელოვანი შენაძენი, ასევე რაღაცა ახალი ინტერესის გაღვივება, გამოჩენა, იმიტომ რომ ხმლების პაჟი ბევრ შემთხვევაში სტუდენტსაც ნიშნავს. რაღაცა ახალი ინტერესი, ახალი ჰობი, რაღაცა, არ ვიცი, კურსების ყიდვა, დაუფლება, ცოდნის მიღება, გამოცდებზე გასვლა, გამოცდების წარმატებით ჩაბარება. ყოველ შემთხვევაში, სექტემბრის თვემდე, ჩვენ კი ვშლით ახლა აქ ივლისის თვეზე, მაგრამ სექტემბრის თვემდე ძალიან აქტიური რაღაცნაირად მოვლენებით სავსემს უყე და დატვირთული პერიოდი გელოდებათ. ასევე მე ვიტყვი იმას, რომ ძალიან ბევრი თქვენთაგანი ამ ზაფხულს ძალიან ბევრ ახალ ტანსაცმელს შეიძენთ, ახალ ფეხსაცმელს, მაქსიმალური აქცენტი იქნება გაკეთებული იმაზე, რომ მე გამოვიყურებოდე კიდევ უფრო უკეთესად, კიდევ უფრო სექსუალურად, კიდევ უფრო მეტად მიმზიდველად, არ ვიცი. იმ ნანატრ მესიჯს მიიღებ ძალიან მალე, ეს არ ეხება ერთთვის, ეს არის ერთი კვირის ამბავი, არც კი. იმ ნანატრ მესიჯს მიიღებ, რომლის მიღებასაც ძალიან ელოდები. ეს დაიმახსოვრე. როგორც ქალს, როგორც იმპერატრიცას. იმიტომ რომ ჩემს არხზე მხოლოდ იმპერატრიცები ხართ, რა გელოდება, როგორც ქალს. რა გვარად გაიფურჩქნება შენი ივლისი შენ გულში. რა მოხდება ამ ივლისის თვეში, ისეთი რაც შენს შინაგან უდიდეს ბედნიერებას, უდიდეს სიხარულს, არ ვიცი, უდიდეს აი არ გატყოფნას რა გამოიწვევს, მოდი ეს ვნახოთ. სამიანი თასები ამოხტა, რაღაცამ დამირეკა და დაპაუზდა ვიდეო, გავაგრძელოთ ახლა. ივლისის თვის ბოლომდე შენი ქალური ბედნიერების გამომწვევი მიზეზი რა იქნება? რა მოხდება ისეთი, რაც რეალურად შენ იმხელა სიხარულს, იმხელა ბედნიერებას მოგანიჭებს? აი ახლა აზრზე რომ არ ხარ და შენთვის სიხარ ესე რაღაცა ჩამოშლილი თმებით და მე მისმენ 6-იანი ხმლები, 3-იანი თასები, საინტერესოა. 9-იანი ხმლები, 2-იანი ხმლები, მაგი.
ვაიმე, სასწაული გაშლა არის ხალხო, ეს ვაიმე. თქვენ თვალწინ ხო ავჩეხე. თქვენს თვალწინ ხო ავჩეხე, ეხლა რა ხდება? დასაწყისში გაშლა დავიწყეთ რითი იმპერატრიცათი, რატო დაიბრუნდა კამერა? იმპერატრიცათი, მაგერ ჩვენ იმპერატრიცა, ის ცხრიანი პენტაკლები ხომ გახსოვთ თქვენ ძალიან კარგად ის გავასწორო ისე. აქ ამბები მოხდება ივლისის თვეში, უბრალოდ მეტი ყურადღება, მეტი სიფრთხილე არ დაფეხმძიმდეთ. ეხლა ვნახოთ. ეხლა უნდა გითხრათ ქალურ ბედნიერებას რა გამოიწვევს. თქვენ ყავთ ერთი ადამიანი, რომელიც შემოჩენილი ყავთ თავში და გულში, როგორც ჭია. ისევ და ისევ ფონად მაქვს კვერთხების ტუზი. მე აქ ისე მიჯდება ცხრიანი პენტაკლები, იმპერატრიცა, აგერ ჩვენი ისევ ტუზზე წეღან რაღაცა სამიანთასები ფრთხილად იყავით, არ დაფეხმძიმდეთ. იმდენად აქტიური ზაფხული გელოდებათ წინ. თქვენ ყავთ ადამიანი შემოჩენილი გულში, რომელმაც იმდენი გაფიქრა და დაგაფიქრა და დაკიდა თავდაყირა უკვე თქვენი აი ამ რაღაც შინაგანი ემოციებით და ნებებით და ქაოსით, რომ თავით ტკივათ უკვე და რეალურად გინდათ რომ ამ ადამიანმა თავი დაგანებოთ, ან იქით თან წავიდეს ვაფშე თავი დაგანებოს, ან მოვიდეს თუ მოდის და აქ ისეთი ამბავი ტრიალებს, რომ აქ ურთიერთობის საკითხი იქნება აქტუალური. ანუ კაცი, რომელმა კაცმაც არც იქით და არც აქეთ, ანუ რაღაც არჩევანი ვერ გააკეთა და ამ ეტაპზე ვიზეც ხარ, გაგულისებული, ნაწყენი, რაღაც გაურკვევლობაში, რაღაც გაციებულ სიტუაციაში და გგონია რომ თავი დაგანება, ამ შენმა მურტალომ, ამ შენმა, არ ვიცი, ყვერებიანმა კაცმა, აი ამ კაცის გამონათება და გამოშრიალებას უნდა ელოდოთ აი ამ ივლისის თვის ბოლომდე. რა ხდება ახლა აქ? ქალური ბედნიერების მთავარი მიზეზი იქნება ბავშვები პირველ რიგში ის რომ ძალიან ბევრ კარგ კონცერტზე წახვალთ, მეორე რიგში ის რომ ბევრი თქვენგანი ვინც ზღვაზე დასვენებაზე და ოცნებობდით და რუჯიო და ისაო და პლიაჟიო და სიმინდის ტაროს ჭამო ამას ზანისი აიხდენთ გემრიელად, ძალიან კარგი დასვენება, კარგი შვებულების აღება გელოდებათ. ძალიან ბევრი თქვენთაგანი, აი რაღაცნაირად თითქოს იმ სასურველ ბანკის ცესხს მიიღებთ, ან იმ დაზღვევას მიიღებთ, ან იმ რაღაცა სამსახურიდან კარგ პასუხს მიიღებთ, სადაც და როგორც გინდოდათ რომ აი დაგეწყოთ მუშაობა, ან რაღაცა ის თანხა მიგეღოთ, ან ის საკითხი დაჭრილიყო ზუსტად, ხო? ბევრი თქვენთაგანის შემთხვევაში მომდევნო აი ეს ივლისის თვე იქნება ყველაზე ბედნიერი თვე აი ამ ზაფხულის სეზონის განმავლობაში, იმიტომ რომ ლაგდება ის ჩამოშლილი, თითქმის ჩამოშლილი პირადი ურთიერთობა და თავიდან იწყებს აგებას, ლაგდება ფინანსური საკითხი, ოღონდ კი არ ლაგდება სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ხა აქ რომ მე პენტაკლების დედოფალი, ძალიან დიდ ფულს იშოვნი, ძალიან დიდ გამართლებას ელოდეს სამსახურში, ბიზნესში, საქმეში, შენაძენი ყველა ვარიანტში გელოდება, პლუს ამას შორგზებზე სიარული გელოდება, პლუს ამას შორგზებიდან გამოგზავნილ ჩამოტანილ საჩუქრებს ელოდე, პლუს ამას არ ვიცი პოზიციის ამაღლება, სამსახურში ასევე ხა პირაც რო შევეშვათ, სამსახურში ქალბატონი, ვინც უფროსად ყავთ, ან მაღალ პოზიციაზეა, მისგან ძალიან კარგი შემოთავაზება, დახმარება, დამოკიდებულება, პოზიციის ცვლილება, ამაღლება, რაღაცა კარგი გელოდებათ. ბიუროკრატიულ საკითხებს რაც შეეხება ახლა, თუ კი რამე არის ასეთი და ამდაგვარი. თუ კი რაიმე ტიპის და სახის გამოცდა გაქვს ჩასაპარებელი, ან რაღაცა პასუხს ელოდები, ან დაზღვევას ელოდები, ან დაფინანსებას ელოდები, ან ჩაბარებას ელოდები, მილიარდი პროცენტით დადებითი პასუხია. ამასთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი თქვენთაგანი, არ ვიცი, ენერგეტიკული წმენდის გაკეთებას აპირებთ თუ და სხვა შორს ვიტყვი იმას, რომ იდეალური პერიოდია წელიწადში ორჯერ არის საჭირო წმენდა. ერთი არის ამ შემთხვევაში ზამთრის პერიოდში, ან წლის დასაწყისისთვის, იანვრისკენ იდეალური წმენდა და ზაფხულის შუა პერიოდში არის ძალიან კარგი წმენდის გაკეთება და ჩატარება. რაღაცნაირად თითქოს იცი რომ ივნისის თვე შენთვის იყო კატასტროფულად რთული, თითქოს გაიწელა ეს ივნისი და თითქოს არა მართლა გაიწელა. ბევრი შემთხვევაში მოხდა ისე რომ ყველაფერი ძალიან კარგად დაიწყო პირადში და მე ძალიან მოულოდნელად აირდაირია ყველაფერი და აირდაირია ეგ სიტუაცია. ბევრი შემთხვევაში მოხდა ისე რომ გგონია რომ დაუშვათ და ახლა გაქვს ეგ განცდები რომ ღალატობს ეს კაცი და სხვასთან არის და სხვას ეკურკურება, მაგრამ რეალურად ეს ასე არ არის. ვიღაცას ყავხარ ჩავარდნილი გულში და ეს კაცი არ არის ვიღაცა უბრალო, ვისაც დაუშვათ აი დღეს ერთი უნდა და ხვალ სხვა. ამ ადამიანისათვის შენ ხარ აი აზარტი, რომლისთვისაც უნდა ყველაფერი გააკეთოს. უბრალოდ მის ცხოვრებაში ახლა თითქოს გადახარისხება ხდება, თან თავის თავს ტესტავს, რომ ზოგადად ქალის მიმართ ინტერესი ამ კაცს მალე გადასდის ხოლმე, მაგრამ შენ იმხელა
გავლენის ქვეშ მოაქციეს ჩვენი მურტალო, რომ თვითონვე უკვირს რატო აქვს აი ესეთი დამოკიდებულება მას შენთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი თქვენთაგანი ასევე ტყვი რომ არ ვიცი ხელფასის ზრდა, არ ვიცი შვებულება, ის მე-13 ხელფასი, არ ვიცი რაღაც ძალიან ბევრი კარგი სიახლე გელოდებათ. განსაკუთრებით პირად ცხოვრებაში იქნება ფუთფუთა, ფუსფუსა, ატეხვის სეზონი მოდის გოგონებო და უნდა აგაკნავლონ კატებივით ოღონდ როგორც გულში, ასევე სხვაგან. უბრალოდ გასათვალისწინებელი აქ რაც არის, რო გგონია რომ დასრულდა, ზუსტად მაშინ როცა უკვე ხელით ჩაქნეული გაქვს, ფეხიც, თავით ჩახრილი გაქვს, აი ზუსტად მაშინ ელოდე მისგან მესიჯს, იმიტომ რომ ეს მესიჯი ძალიან მალე აუცილებლად მისგან მოვა. გავაგრძელოთ ახლა ივლისის თვე კიდევ რა ამბავს, რა მოვლენას ინახავს. ნახოთ ახლა რა უნდა მოხდეს ივლისის თვეში შენს ცხოვრებაში. მომიხდა აქ ეს ვინ არის იეროფანტი, ძალიან კარგი. რა მოხდება ივლისის თვის ბოლომდე შენს ცხოვრებაში ისეთი, რაც შენ ძალიან გაგაბედნიერებ. მომიხდა ისევ და ისევ მაგი, ძალიან კარგი. მერე მართლმსაჯულება, რა ხდება? კვერთხების პაჟი, ვაიმე, მერე, აჰა, კიდე რა მოხდა? ოთხენთასები, რაღაც ახალი შემოთავაზება, ახალი შანსი. ემიგრანტებო, ვინც განსაკუთრებით შორ გზებზე ხართ და იქიდან მიყურებთ და უსაბუთობის გეშინიათ, ან სამსახურის დაწყებას ვერ ახერხებთ, ან რაღაც შიში გაქვთ, რომ აი რაღაცა დეპორტი არ მომიწიოს, ქვეყნიდან წამოსვლა არ და რაღაც ისეთი არ მომიწიოს, სულ ტყუილად გეშინიათ ჩემო ძვირფასებო. დავიწყეთ ახლა, რა მოხდება? რა მოხდება? ბიჭო, არ ვიცი, ნუ ვერ ვიგებ რა. სასწაული თვეგელოდებათ წინ. სასწაული ამბები უნდა მოხდეს ამ ივლისის თვეში ხალხო და იმდენ ვარიანტს ვიტყვი ახლა. იმდენ ვარიანტს ვიტყვი, რომ მზად იყავით უბრალოდ. შენ რომ გგონია ერბო ქონია. ერბოა ქონია. ხუიოზნაეთ, არ ვიცი, ვერ ვიგებ. მე მომიტევეთ, მე მაპატიეთ უზრდელობისთვის. ივლისის თვეში ამბები მოხდება. მე ახლა კომბინაცია უნდა გავშალო და აბა გაემზადეთ. всё. ან ძალიან მაგარ კოლეჯში ან უნივერსიტეტში მოხდები და სამსახურში. ან ძალიან დიდი დოზით უნდა მიიღო დაფინანსება სახელმწიფოსგან, არ ვიცი. ბევრი თქვენთაგანი მიყურებთ და დაახლოებით 30% საკუთარ საქმეს დაიწყებს საფულში, საკუთარ გახსნის რაღაცას პატარას, მაგრამ ეს იქნება ზუსტად ის, რისთვისაც ილტვოდა მთელი ეს 2026 წელი. ვინც სწავლობთ სამედიცინოზე, ვინც ხართ ექიმები, ვისაც გაინტერესებთ ეს სამედიცინო მიმართულება, ვინც საზღვარგარეთ ხართ ამ მიმართულებით, იცოდეთ რომ რაღაცა იმ გამოცდის, იმ მნიშვნელოვანი რაღაც პერიოდის გადაგორება, ჩაბარება, პოზიციის მიღება, პაჟიდან უკვე პოზიციის მიღებაში გადასვლა გელოდებათ და გიჩანთ, რასაც ასე ძალიან დიდი ხანია ელით. ხო, აქ ასევე აქტუალური იქნება მართვის მოწმობის აღება, რაღაც ლიცენზიის მიღება, რაღაცა პასუხის მიღება, რაღაცის დასტურის მიღება. გავაგრძელებ ახლა. მოკლედ, 2026 წლის ბოლომდე ძალიან ბევრი თქვენგანი შევა ისეთ ურთიერთობაში, რომლის ბოლოც იქნება დაგვირგვინება ოფიციალური ქორწინება. ეს ერთი პლუს ამას ყურებ ჩამოყრილი ვის გამოძი ხარ და გონია რომ ეს ადამიანი აღარ ჩანს და აღარც გამოჩნდება და არაფერს არ იზავს, ინდენსი მაიმუნებს და იმატრაკოცებს რომ ლიჟბი მიზეზი მოძებნოს და მესიჯის მოწერა მოუწიოს და რაღაცა შენთვის ამბის გაგონება შეძლოს ამ ადამიანის კონტაქტზე გამოსვლას ელოდე და უბრალოდ მზად იყავი იმისათვის, რომ ეს კაცი, რომელიც ეხლა შენ ივნისის ბოლოს ესე ძალიან გიშლის ნერვებს, ოქტომბრის თვეში იქნება ის კაცი, რომელიც კოშკებს კი არ აგიგებს, ამ აგებულ და აშენებულ კოშკებს პირდაპირ ფეხებთან მოგიტანს. აქ უბრალოდ წონის პრობლემებთან დაკავშირებული, ესე ვთქვათ, წონის საკითხთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება მომატება დაკლება, თქვენს თავს მოარგეთ ეს უბრალოდ და ამასთანავე ბევრი შემთხვევაში რაც ძალიან აქტუალური იქნება, არის იმ ჯანმრთელობის საკითხების და პრობლემების მოგვარება, რაც დიდი ხანია გაწუხებთ და რამაც განაპირობა თქვენი აი ეს ყველა პრობლემა, რაც იყო წონასთან დაკავშირებული. ვიღაცამ შეიძლება ოპერაცია გაიკეთოს, არ ვიცი, ბარიატრიას ხوار გეგმოს ვინმე, ყოველ შემთხვევაში რაღაცა სერიოზული ცვლილებები გელოდებათ. რაც იმ ხელა სიჯანსაღეს და ჯანმრთელობის პრობლემის მოხსნას მოგიტანთ, არ ვიცი, საოცნებო რაც არის თქვენთვის.
მოგონებები, მელანქოლია, მამაკაცთან დაკავშირებული, აი ის ვისაც ელოდები და გამოვა კონტაქტზე, მეთქი რო ვთქვი. გენატრება, მაქსიმალურად გენატრება და თან ცდილობ შენ საქმეზე გადაიტანო ყურადღება და შენი ფულის კეთებაზე იყო ორიენტირებული და შენი საქმე გააკეთო და აი ამაზე არ იფიქრო. თან გონია რომ წავიდაო, მიმოტოვაო, თან როგორც კი ღამდება, შენს გულში და სულში რო იხედები, ხო იცი როგორ გენატრება. თან გონია რომ გაცივდა შენს მიმართ, თანო მებრძვისო, თანო მე ეს კაცი მინდაო, ვერ ჭრი ამ პრობლემას. თან უნდა დაასამარო, ანუ მაგან წყობით ხარო, всё, აი ლურს მას ვაჭედებ და კარგად იყავიო, მაგრამ მებიამ კაც ეს ის კაცი არის, რომელმაც რა ვიცი, ჩვეულებრივ ფეიერვერკი უნდა მოგეწყოს გულში, ოღონ საქმესთან ერთად. და ყველაზე მნიშვნელოვანი ივლისის თვეში რაც გელოდება, ეს არის სიყვარული. უნდა შეგიყვარდეს, თუ უკვე არ გიყვარს, დიდხნიანი პაუზის მერე პირადში ჩავარდნების გამო დიდი ფული უნდა შემოვიდეს. ბევრი თქვენგანი, ვინც აპირებს მანქანის შეძენას, ან შეცვლას, აუცილებლად ყველა ვარიანტში ეტლი, თასების ტუზი პენტაკლების ცხრიანი, ყველა ვარიანტში მოხდება ეს. აქ ფონი რა მქონდა, ორიანი თასები. ბავშვებო, ზაფხული მოდის თქვენს ცხოვრებაში, იმიტომ რომ აწარმოოთ სერიოზული მოლაპარაკებები, დაიდოს ახალი კონტრაქტები, ვიღაცა ისეთ ადამიანთან ერთად შეიძლება დაიწყოთ საქმე და მოგივიდეთ ეს ფული ორივეს, ვისაც ინდობით და ვინც თქვენი ახლობელია, მეგობარია, თუ პირადზე არ ვსაუბრობთ, ხოლო თუ პირადზე ვსაუბრობთ, ურთიერთობაში შედიხართ, ისეთ ადამიანთან შედიხართ ურთიერთობაში, რომელიც უბრალოდ სიუხვეს არ მოგაკლებთ და რომელიც იმ ფეიერვერკს შემოიტანს და მოაწყობს თქვენს სულში და თქვენს გულში, რასაც ასე ძალიან ელოდით მთელი ამდენი ხნის მანძილზე. ბევრი მოგზაურობა გელოდებათ, ბევრი მოკლე, გრძელი გზა გელოდებათ. ძალიან ბევრი ემოცია გელოდებათ და რაც ყველაზე მთავარია და მნიშვნელოვანია, თითქოს ეს ზაფხული 70%-ისთვის იქნება სიყვარულის შემომტანი და აი მთავარი დასტური იმისა, რომ ის კაცი შე რო გონია, რომ იქ რაღაცა ვერ ჩამოყალიბდა და თავი დაგანება და გული გატკინა, ის კაცი აღმოჩნდება, ვისაც არ ვიცი მე, ვინც კალიცო უნდა გაგიკეთოს ჩემო ძვირფასო თითზე. შეგახსენებთ, რომ პირადი ინდივიდუალური კონსულტაციებისათვის Instagram-ზეც და Facebook-ზეც შენი ხიოლი ესე მომძებნით. ახალი გაკეთებულია ორივე გვერდი, ამიტომ ველი თქვენგან აქტიურობას. დროებით